თბილისის ოპერისა და ბალტის თეატრში კულტურის განვითარების ფონდის მესმას ოფიციალურ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან 17 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვეს. ისინი ფონდის სახელით სტიპენდიას მიიღებენ. პრეზენტაცია მუსიკალური საღამოთი გაგრძელდა. კონცერტში საზღვარგარეთიდან სპეციალურად მოწვეული ქართველი საოპერო შემსრულებლები და ასევე საპატრიარქოს გუნდიც მონაწილეობდა. მესმას სტიპენდია იქნება სიმბოლო მათი წარმატებისა, ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. ფონდი გარდა ამისა აპირებს მათთან დიდ თანამშრომლობას სტუდენტებთან. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფონდი მესმა როგორც ახალგაზრდებს უდგას გვერდში, ასევე არ ივიწყებს ტრადიციებს. მესმა არაერთ პროექტს დაუდგა გვერდით წარსულის პატივსაცემად. და ვაპირებთ ყველა მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კულტურის განვითარებაში. მიხარია რომ ასეთი ფონდი შეიქმნა. ეს არის ძალიან კეთილშობილური საქმე ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ხელოვანი ადამიანებისთვის. ეს არის ცივილიზებული მეთოდი ერთგვარი ხელშეწყობისა, განათლებისა და მომავლის ამ კეთილშობილურ საქმეში მეც დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. არიან ჩვენი უსაყვარლესი მომღერლები, სპეციალურად ჩამოსული საზღვარგარეთიდან საოპერო ვარსკვლავები, ასევე გენიალური ორკესტრი. ძალიან მიხარია, რომ ერთი წელი ამ ბავშვებს, უბრალოდ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო მეტად იფიქრონ ხელოვნებაზე და ნაკლებად ყოფით პრობლემებზე და რეპერტუარიც ჩემი აზრით სათუთად იყო შერჩეული მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და დავით საყვარელიძის მიერ, რადგანაც ეს ის ნაწარმოებებია, რომელიც არც თუ ისე ხშირად სრულდება საქართველოში, განსაკუთრებით ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკოსების მიერ.